ვინ გახდება ევროპის ლიდერი? არის თუ არა ეს აქტუალური კითხვა ბრიუსელში და არის თუ არა ზოგადად შოკი ის რაც ბოლო 2 დღის განმავლობაში მოხდა? მოგესალმებით, მოდით დავიწყოთ რეაქციით და იყო თუ არა შოკი ევროპისთვის. პირველი შოკი ევროპისთვის იყო მიუნხენის ბოლო უსაფრთხოების კონფერენცია, რაც შეეხება ტრამპის განცხადებებს, გუშინდელ განცხადებებს ვოლოდიმერ ზელენსკისთან დაკავშირებით. ზოგადად ჩემი აზრით საკითხი ორ ნაწილად უნდა გავუყოთ. ეს არის მორალური და პრაგმატული. მორალურ ასპექტს რაც შეეხება ევროკავშირმა მთლიანად და ცალკე სტრუქტურებმაც, თუნდაც ევროპულმა საბჭომ, ევროკომისიამ, კაია კალასმა, ცალკეულმა ქვეყნებმა, ლიდერებმა, აი აქ ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა სრული მხარდაჭერა დააფიქსირეს ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართ იმ თემაზე, რომ ის არის აბსოლუტურად ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და ომის ვითარებაში წარმოუდგენელია ხელახალი არჩევნების ჩატარება. და თუნდაც ამ მორალური მხარდაჭერის გამოხატულება არის ის, რომ სულ რამდენიმე საათის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ დაანონსა, რომ ორშაბათს ის ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ბრუტალური შეჭრის შემდეგ რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩაესო ორი ევროსტრუქტურების აღმასრულებელი ორგანოს ორი პრეზიდენტი ჩავა კიევში. ასეთივე განცხადება გააკეთა ასევე პედრო სანჩესმა, რომელმაც ასე პირდაპირ თავის იქს გვერდზე თქვა, რომ აი მისი კიევში ჩასვლით ის მხარდაჭერას გამოთქვამს პრეზიდენტი ზელენსკის მიმართ. რაც შეეხება კი, მაგრამ აქვე დაგისვამთ ერთ შეკითხვას. აი ნინომ იკითხა ცოტა ხნის წინ ვინ იქნება ამ პროცესში ლიდერი და ჩვენ ვიცით რომ ბრიტანეთის პრემიერი და საფრანგეთის პრეზიდენტი მომავალ კვირას ჩავლენ შეერთებულ შტატებში და ერთ-ერთი პუნქტი რაც გახდა ცნობილი არის ასეთი რომ სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტად შეერთებულ შტატებში განიხილავენ რუსეთის თავდასხმის გამეორების შემთხვევაში უკრაინის ნატოში ავტომატურად გაწევრიანებას. აქ ლაპარაკია ცხადია მას შემდეგ თუ კი ცეცხლის შეწყდება რაღაც გარანტიებს მიიღებს უკრაინა და აი ამ პუნქტმა რომ იმუშაოს შემდეგ. რამდენად პერსპექტიულია ეს ამ პუნქტის განხილვა ან რაიმე შედეგის მიღწევა, როგორი განწყობებია ამ საკითხთან დაკავშირებით ახლა ევროპაში იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის გამოქვეყნებული ეგრეთ წოდებული გეგმა, მოდი ამ სახელით მოვიხსენიოთ, აი ნატოს საკითხში სრულ წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რაც ახლა შეიძლება ჩაიტანონ ბრიტანეთის პრემიერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ვაშინგტონში. ნატოს საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ასე პირდაპირ საუბარი ამ პუნქტზე ბრიუსელში არ არის. სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა ბრიფინგი ნატოს გენერალური მდივნის, რომელიც ახლა ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფება და მან ძირითადად აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ უკრაინის დახმარება და უკრაინის მაქსიმალურად გაძლიერება არის გარანტია იმისთვის, რომ უკრაინამ თუნდაც ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მაქსიმალური შედეგი წამოიღოს და ქვეყანა მოიპოვოს გრძელვადიანი მშვიდობა და არა ის, რომ თქვათ ეს იყოს პუტინისთვის რაღაცა ტაიმაუტის აღება და 20 წელიწადში იგივეს გამეორება. საინტერესო იქნება ახო ჯერჯერობით ამაზე თქმა შესაძლებელი იქნება თუ არა ამ პუნქტის რეალობაში განხორციელება, რადგანაც თქვენ ასევე კარგად იცით, რომ არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ ალიანსის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან თუნდაც უნგრეთიც და სლოვაკეთიც და იქაც ასეთი მნიშვნელობის საკითხები კონსენსუსით მიიღება და ეს უნდა იყოს ძალიან კარგად მომზადებული, არგუმენტირებული და იმ შემთხვევაში თუ კი ამერიკა ამას დათანხმდება და ამერიკა ვთქვათ დაიყოლიებს თუნდაც უნგრეთს ან სლოვაკეთს, მერე შეიძლება საუბარი, ანუ ამ თემაზე ასე ჯერჯერობით საუბარი საით შეიძლება გადაიხაროს და რა
რამდენად რეალურია ამის განხორციელება, მე ვფიქრობ, რომ ეხლა არის ძალიან ნაადრევი, რაც შეეხება ლიდერებს. ლიდერებთან დაკავშირებითაც ზოგადად ევროკავშირში არ მოსწონთ და არ უყვართ ასე ერთპიროვნული ლიდერების გამოყვეთა. ეს ორგანიზაცია ყოველთვის მომართულია და მათი მთავარი დევიზია ერთიანობა. შეიძლება იყოს წამყვანი ლიდერი, ინგლისური სიტყვა ძალიან კაია leading person. ანუ ვინც უძღვება პროცესს, მაგრამ ერთმნიშვნელოვან ლიდერობაზე ძირითადად ევროკავშირში აქცენტს არ აკეთებენ. ამ ეტაპისთვის თქვენს კარგად ხედავთ, რომ გამოიკვეთა თუნდაც ბრიტანეთისა და ევროკავშირის ერთიანობა და არ გამოვრიცხავ, რომ ამ ერთიანობას კანადაც შეუერთდეს, რაც უკვე იქნება საკმაოდ მძლავრი ძალა და მთავარი იცით რა არის აქ, რომ ევროკავშირმა ძალიან კარგად გაიაზრა და ეს ხდებოდა ეტაპობრივად, ეს ერთ დღეში არ მომხდარა, რაც ჩემი აზრით ცუდი არის, მაგრამ გაიაზრა და ახლა ძალიან კარგად აღიქვამს, რომ უკრაინის დამარცხება არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი დარტყმა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპისთვის ჩვენს კონტექსტშიც, რომ აღვიქვათ რა ტიპის ინსტიტუცია ის რისკენად ჩვენ მივისწრაფით ამ ეტაპისთვის. სწორედ ეს არის ქოლგა ამ ეტაპისთვის ჩვენი უსაფრთხოების, ისევე როგორც უკრაინის უსაფრთხოების